დღეს გადაცემაში 59 წამი დავუბრუნდით პარტიების ჯანდაცვის პრიორიტეტებს. ამ თემაზე ჩვენ გადაცემაში არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ არჩევნებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება, შესაბამისად პარტიების პრიორიტეტები გაცილებით უფრო საინტერესო ხდება მაყურებლისთვის. დღეს გადაცემაში 59 წამი ერთმანეთის პირისპირ არიან ჯანდაცვის სპეციალისტები ბატონი კოკა ფრუიძე, თავისუფალი დემოკრატები და ბატონი კაკი ზოიძე, ქართული ოცნება. სტუმრებს დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს არის გადაცემა 59 წამი, სადაც წესების დაცვით ვკამათობთ. თქვენ კითხვებს 59 წამში პასუხობთ და ოპონენტს არ აწყვეტინებთ. გადაცემის მოსმენას GDS-ის გარდა შესაძლებელია რადიო უცნობის საშუალებითაც FM 98-სა და 1-ზე. მაყურებელს და რადიო მსმენელს კი საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციულ გამოკითხვაში, რომელიც ცვლილებაა დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ჯანდაცვის სფეროში. თუ თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია მედიკამენტების გაიაფება და მათი ხარისხის კონტროლი, დარეკეთ ნომერზე 0800 თუ მიგაჩნიათ, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი არის ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, უნდა დარეკოთ ნომერზე 0800 ხოლო თუ პაციენტების უფლებების დაცვის კუთხით არის მუშაობა გასაუმჯობესებელი, მაშინ დარეკეთ ნომერზე 0800 და დავიწყოთ საუბარი ჯანდაცვის პრიორიტეტებზე. ბატონ კოკა, დავიწყოთ თქვენგან. როგორია თავისუფალი დემოკრატების ჯანდაცვის პრიორიტეტები 2016-2020 წელს? დიდი მადლობა, მოგესალმებით, მევესალმებით თქვენს მაყურებელს, მევესალმებით ბატონ კაკის, მე დიდი მადლობელი გითხრათ, რომ ესეთი ძალიან კარგი ოპონენტი და ამისთვის ესეთი რომელთანაც მართლა სასიამოვნოა ოპონენცია და პაექრობა. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე თებერვალში პრიორიტეტები, რომელიც მიგვაჩნია, რომ საჭიროა ქვეყანაში დაინერგოს, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმირება, ეს არის პირველადი ჯანდაცვის პრიორიტეტების გაზრდა, ეს არის მედიკამენტების გაიაფება, ეს არის ასევე განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ეს ის პრიორიტეტებია, რომელიც არა მარტო ჩვენ არ ვიგონებთ ველოსიპედს, რა თქმა უნდა, ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ არსებული ველოსიპედები მოვარგოთ საქართველოს რეალობას. და ამითი ჩვენ მეგვაჩნია რომ ჩვენ გადავალთ უფრო ახალ ეტაპზე ჯანდაცვის განვითარებაში საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ზოგადი შეფასება, ჩვენ თქვენს პრიორიტეტებზე უფრო დაწვრილებითაც ვისაუბრებთ. ბატონ კაკი, საინტერესოა ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში რა ადგილს დაიკავებს ჯანდაცვა, იქნება თუ არა ჯანდაცვის სფერო ისევ ნომერ ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და ემუქრება თუ არა საფრთხე საყოველთაო ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროგრამას საქართველოში. მეც მოგესალმებით, მეც ვადასტურებ ჩვენ ღრმა პარტიისგან ბატონ კოკას მიმართ. რაც შეეხება ჯანდაცვას და მის ადგილს ქართული ოცნების პროგრამაში, რა თქმა უნდა, არც შეიძლება ლოგიკურიც არ რომ დაიჭიროს სათანადო ადგილი, რადგანაც 2012 წლის მერე ქართულმა ოცნებამ რეალურად შეძლო მართლაც და გარდატეხის შეტანა ჯანდაცვაში, ის რაც მანამდე მთავრობებმა შეიძლება უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს და დღეს უკვე აღარავინ აღარ კვდება ან არ ვარდება უკიდურეს სიღარიბეში იმის გამო, რომ გადაერჩინოს საკუთარი სიცოცხლე ან გაუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან. შესაბამისად, ამით შეიქმნა ის უზარმაზარი ის უმტკიცესი ფუნდამენტი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ორიენტირებული იქნება ეს ადამიანური კაპიტალის გრძელვადიან განვითარებაზე და სოციალურ სამართლიანობაზე პრინციპებზე დამყარებული ჯანდაცვის სისტემის მშენებლობა მომავალში. და სწორედ ამ მშენებლობის გეგმაზომიერი და კონკრეტული პროგრამა იქნება. თქვენი 59 წამი, დიდი მადლობა. ბატონ კოკა, თქვენი და ქართული ოცნების ჯანდაცვის პრიორიტეტები დიდწილად გავს ერთმანეთს. მაინც საინტერესოა, რით განსხვავდება ამ ორი პარტიის ჯანდაცვის პრიორიტეტები ერთმანეთისგან და თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრიორიტეტებიდან რომელია მაინც მთავარი, რომლის მიხედვითაც თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პირველად განახორციელებს. დიდი მადლობა. თავისთავად ცხადია, რომ ჯანდაცვა ისეთი სისტემაა, თუ იქ სპეციალისტი მუშაობს ამ პროგრამის შედგენაზე, არ შეიძლება რომ რაღაც ისეთი ახალი პრიორიტეტი მოიგონოს. ალბათ სხვა პარტიებსაც რო უთხრათ, იქაც რაღაც შეიძლება დამთხევა იყოს. აქ უბრალოდ ხედვაშია ლაპარაკი, რას ხედავთ, როგორ ხედავთ და ჩვენ მეგვაჩნია, რომ დღევანდელ დღეს სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება
რეალურად ძალიან გაზრდილია ჯანდაცვაში, ეს დაფინანსების ჯანდაცვის დაფინანსება გაზრდილია ჰოსპიტალურ სექტორში. და არ არის გაზრდილი ანუ სამანტყოფოებში და არ არის გაზრდილი პოლიკლინიკურ ნაწილში იმდენად, რამდენადაც უნდა და დღეს ხარჯი ბევრად უფრო დიდია სამანტყოფოებში, ვიდრე პოლიკლინიკებში. ამან გამოიწვია ის ამბულატორიებში, პირველად ჯანდაცვის ობიექტებში. ამან გამოიწვია ის, რომ პატარა სოფლებში, დაბებში, ქალაქებში ძალიან ცუდი სიტუაციაა პირველადი ჯანდაცვით. სტატისტიკის მონაცემებით კლება არის მიმართვიანობით და თუ არის სოფლის ამბულატორიებში მიმართვიანობა მხოლოდ რეცეპტის გამოწერის ხარჯზე. ჩვენ მეგვაჩნია, რომ ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი თემა, იმიტომ რომ საყოველთაობა ბატონი განმახილება დასრულდა თქვენი დრო. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. უსმენდით ალბათ ოპონენტს, ის ამბობს, რომ ხარჯი დიდია საავადმყოფოებში და სოფლის ექიმებს ძირითადად მხოლოდ წამლის რეცეპტის გამო აკითხავენო, ამბობს თქვენი ოპონენტი. როგორ შეაფასებთ მათ ჯანდაცვის პრიორიტეტებს და რას უპასუხებთ ამ კონკრეტულ საკითხზე? რაც ბატონ გოკამ ჩამოთვალა, ჩვენთვის ალბათ ეს პრიორიტეტები ასევე მისაღებია და რა თქმა უნდა სწორია, ეს არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის სახელმწიფო წავიკითხოთ. იქ ნათლად-წერია, რომ აუცილებელია პრიორიტეტული იყოს პირველ ჯანდაცვის დაფინანსება, პირველ ჯანდაცვის პრიმატი და შესაბამისად სამეცნიერო ხარისხის გამოჯობესების პრიმატი, ასევე არის ჩადებული ის ორი ძირითადი ღერძი იქნება, რომელზეც ალბათ დაფუძნებული იქნება ჩვენი პროგრამა, რომელიც უახლოეს მომავალში წარმოდგება უფრო დეტალურად. მაგრამ მთავარ მომენტს ვიტყოდი, რომ რაც შეეხება სამანტყოფოებს, ამ შემთხვევაში აბსოლუტურ მაჩვენებელზე არ არის მაღალი, რადგანაც მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მიუხედავად ოპონენტების აზრისა, რომ ეს ხუპავს ეკონომიკას, რეალურად არის ჯერ კიდევ შორს არის უახლოესი, თქვათ, ჩვენი რეგიონის ქვეყნების ჯანდაცვის დაფინანსებიდან. შესაბამისად, ის ხარჯები, რასაც ჩვენ დღეს ვიღებთ სამანტყოფოებს, უნდა შენარჩუნდეს და პირიქით გაიზარდოს, მაგრამ პრიორიტეტი პირველ შემთხვევაში უნდა იყოს პირველად ჯანდაცვა. დიდი მადლობა. ბატონო კოკა, რა არის თავისუფალი დემოკრატების ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარი საფუძველი? თქვენ რამდენიმე დეტალი ჩამოთვალეთ, მაგრამ თუ გსურთ, რომ ზოგადად სფერო შეიცვალოს, მიდგომა შეიცვალოს, კონკრეტული საკითხები გექნებათ ალბათ მონიშნული, რომლითაც უნდა დაიწყოს სფეროს გაუმჯობესება. ალბათ იტყვით პირველადი ჯანდაცვა. რაც თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია? კიდევ რის საფუძველზე შეიცვლება ჯანდაცვის არსებული პოლიტიკა? კი ბატონო, მოგახსენებთ, დიდი მადლობა. ესე იგი, რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვა, ისევე როგორც ჰოსპიტალური სექტორი, ეს აუცილებლად თემა არის, რომელშიც ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებლად არის საჭირო შეცვლა. მე უდასტურებ ბატონ კაკის, რომ დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, შორს ავართ იმ საოცნებო თანხებისგან, რომელიც საერთოდ მედიცინაში შეიძლება რომ გამოვიყენოთ, მაგრამ ჩვენ მეგვაჩნია შემდეგი რამ. თუ ჩვენ ვნახავთ საქსტატის მონაცემებს 2012, 13, 14, 15 წლის ხარჯების გაზდას, დრამატულ გაზდას, თანხების ბიუჯეტში გადარიცხვას არ მოყვა ასევე დრამატული ცვლილებები იმ მაჩვენებლებში, იმ ინდიკატორებში, რომელიც საერთოდ ჯანდაცვის სფეროში რომელიც გამოიყენება. მაგალითად, სიკვდილიანობის შემცირება, მაგალითად, შობადობის გაზდა, მაგალითად, დედათა სიკვდილიანობა და ასე შემდეგ. აღარ ჩავდივარ მე უკვე ავადმყოფობების რაოდენობაზე და ასე შემდეგ. ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ თანხა კი გაიზარდა, მაგრამ ხარისხი დარჩა ისევ ძალიან დაბალი და ამას ჩვენ თვლით, რომ ზუსტად აი ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დასრულდა თქვენი დრო. დიახ, გასაგებია, ხარჯების დრამატულ ზრდას არ მოჰყვა დრამატულად კარგი შედეგები ჯანდაცვის სფეროში. რას უპასუხებთ ოპონენტს? მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივ ეს შედეგები მყისერი არ არის ხოლმე, მით უმეტეს ჯანდაცვაში ინვესტიციებს როცა ვსაუბრობთ, რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, ეს გუშინ წინ ზუსტად იყო განხილვა ამ თემის ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, როგორც არის მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი და იქ ნათლად გამოჩნდა, რომ ხელშესახების შედეგები უკვე მიღწეულია. მიუხედავად იმისა, რომ მე მინდა დღეს გითხრათ, რომ ალბათ 3-4 წლის მერე დავინახავთ იმის შედეგებს, ინვესტიციების ჩვენ რაც დღეს ჩავდებით, იმიტომ რომ აუცილებლად გაიზრდება ჯანმრთელი ცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალო ჯანმრთელი გულისხმობს, რომ არა მარტო უბრალოდ რომ 13-დან 15 და 16 წლამდე, არამედ ის წლები, რომელსაც ადამიანები ატარებენ ჯანმრთელ ცხოვრებაში, იმიტომ რომ კვეთრად გაიზარდა თვალის ოპერაციები, თქვათ იგივე ორთოპედიული ოპერაციები, რომლებიც უნარშეზღუდულობის პრევენციას აკეთებენ ადამიანებში. დედათა სიკვდილობა ასევე მინდა გითხრათ, რომ შემცირდა ჩვენ დღეს მილენიუმის ესე თქვა ათასწლეულის ბიზნესს მივახციეთ და მიმაჩნია, რომ ის ყისიერი შედეგის მიღწევა, რომელიც კი შეიძლება ჯანდაცვაში მიღწეულია, ეხლა უნდა დავალოდოთ კიდევ უფრო
შედეგებს ოღონდ დასრულდა თქვენი დრო, გასაგებია, რასაც ბრძანებთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მდგომარეობა არც თუ ისე ცუდია. თქვენ ალბათ გაეცანით ამ კვლევას, მის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საქართველოში, სადაც აღნიშნულია, რომ გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული სერვისების არეალი, შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი და გაიზარდა ამბულატორიული ვიზიტები ერთ სულზე, რაზეც თქვენ ამბობდით, რომ ამბულატორიული ვიზიტები ნაკლებია და საავადმყოფოებზე მეტი დატვირთვა მიდის. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ კვლევას და 4 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს? დიდი მადლობა. ზუსტად აი თქვენ ბრძანეთ ის, რაც მე მინდოდა მეთქვა, გამოხატო ყველაფერი ნათქვამი იყო რა გაკეთდა და არაფერი არ არის ნათქვამი რა მივიღეთ. ამ გაკეთებრო ფული ჩაიდო, ნათქვამი, არავინ არ გამათობს ფული ჩაიდო. მაგრამ ამბულატორიაში გაიზარდა მიმართვიანობა მხოლოდ რეცეპტის ხარჯზე. იმიტომ რომ თქვენ რომ ჩახვიდეთ სოფლის ექიმებთან და ნახოთ, არაფერი არ აქვს, ცარიელ ოთახებში შედარ. მე არ ვიძახი რომ ადრე რამე ქონდა და ვინმე წაართვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ისევ სიტუაცია და ვინაიდან პაციენტს უკვე აქვს შესაძლებლობა რომ წავიდეს სამავადმყოფოში, არავინ არ უშლის ხელს, იგი მიდის და ვერ მიმართავს და ბანალურ შემთხვევაზეც გამოიყენებს გოსპიტალში მიმართვას. ან კიდე მეორე უკიდურესობა 0.3 ეგრეთ წოფი ეხლა რომ 112-ს გადაუდებელ სამედიცინო დახმარება გახდა ამბულატორია ბორბლებზე. ანუ ადამიანს სიცხერო აქვს, მას არ აქვს შესაძლებლობა რომ მიმართოს თავის ოჯახის ექიმს და ამიტომ ურეკავს სასტრაფოს და სასტრაფო მიდის და უკეთებს სწავლობს რომ სიცხე დაიწიოს. და ეს ძალიან ხარჯიანია. ეს არის ბევრად უფრო ხარჯიანი ვიდრე ჩვენ ეს ფული ჩავდოთ იმ სოფლის. ძალიან დიდი მადლობა. ოჯახის ექიმზე საუბრობდა ბატონი კოკა, უპასუხეთ, ნამდვილად არის თუ არა მხოლოდ ამბულატორია ბორბლებზე, თუ შეუძლია პაციენტს ოჯახის ექიმს ნებისმიერ დროს შეეხმიანოს? დღეს პრინციპი სოფლებშიც და ოჯახის ქალაქადაც შეუძლია უფასო არის დღეს მიმართვა ოჯახის ექიმისთვის, მაგრამ სხვა თემა არის რამდენად ჯერა პაციენტს ოჯახის ექიმის, რამდენად სოფლის ექიმის ჯერა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ სოფლებში ძალიან ბევრი კვალიფიციური ადამიანია, თუმცა ეხაც мотиваცია ხა. ჩვენ თქვა ორჯერ გაიზარდა ამ პერიოდში ხელფასი სოფლის ექიმების და ექნების, მაგრამ ეს საკმარისი არ არის 650 და 250 ლარი რეალურად ეს 600 ლარი ალბათ შემდგომი ნაბიჯი სწორედ იქნება ერთ-ერთი დიდი მიმართულება სწორედ შემდგომი 4 წლის რეფორმირების და ეს 2020 წლამდე სამთავრობო კონცეფციაშიც დევს უკვე. ეს არის საარჩევნოდ მომზადებული პროგრამა, ეს გახლავთ მიზანმიმართული გეგმაზომიერი განვითარების პროგრამა, რომელიც თავრობ ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და შემდეგი ნაბიჯი სწორედაა. ჩვენ მოვაგვარეთ ერთი ასე ვთქვათ ხანძარი ჩავაქრეთ, რაც იყო არ უნდა მომკვდარიყვნენ ადამიანები უფლობის გამო. ეხლა მეორე ეტაპი იქნება უკვე ხარისხობრივი განვითარება თვითონ ამ ფუნდამენტის, რომელიც კარგი შექმნილია და რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ მართლაც ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს დასრულდა თქვენი დრო, ძალიან დიდი მადლობა. ბიუჯეტი ახსენეთ, საყოველთაო ჯანდაცვას და ზოგადად ჯანდაცვის სფეროს დიდი ხარჯები სჭირდება. საინტერესოა თავისუფალ დემოკრატებს აქვს თუ არა გათვლილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა წილი წავა როგორც ზოგადად ჯანდაცვის სფეროზე, ასევე კონკრეტულად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე. კი ბატონო, მაგას მოგახსენებ, ჩვენ ეს გამოვაქვეყნეთ, ჩვენი ხედვა, ჩვენ უკვე ოფიციალურად აგვაქვს ეს გამოქვეყნებული რამოდენიმე თვეა, სადაც ზუსტად ყველაფერი არის გაწერილი და ყველა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს თუ რას თვლით და როგორ თვლით ჩვენ როგორ შეიძლება რომ ეფექტური გავხადოთ ეს ხარჯები. არა შევამციროთ, არავინ არ ლაპარაკობს რომ ჩვენ ხარჯებს შევამცირებთ. აქ არის ლაპარაკი ამ ხარჯებს მიზანმიმართულად ეფექტურად გამოვიყენებთ. ამით ჩვენ მოგაჩნია რომ ჯერ ეს ერთი დიფერენციალური მიდგომა უნდა მოხდეს უნივერსალური პაკეტის გადახდაში. ჩვენ მოგაჩნია რომ საბაისო პაკეტი უნდა იყოს ყველასთვის საყოველთაოდ და საბაისო ჩამოთვლილი გვაქვს რა შედის ამ საბაისო პაკეტში. მე გვაჩნია რომ აუცილებლად უნდა იყოს უნივერსალურობა დაცული, ეს უნივერსალური პაკეტის გადახდისას დაცული გრაფიკი, გრაფიკის პრიორიტეტი, ვინ რას გადაიხდის და რა თანხა უნდა გადაიხადოს. დღევანდელ დღეს ადამიანი, რომელსაც 400 ლარი აქვს შემოსასვლელი და რომელსაც აქვს 5000 ლარი, ერთნაირად იხდის თანხის 30%. ეს არის რცუდი და მეორე რაც მიგვაჩნია ფასები, რომელიც დღეს არის დაწესებული ჰოსპიტალურ და სექტორში, ეს არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფასები და ფასებია მაღალი თქვენი აზრით. ძალიან დიდი მადლობა. ადეკვატური ფასები არ არის მაღალი. ძალიან დიდი მადლობა. დასრულდა თქვენ დრო. ბატონ კაკი, ძალიან საინტერესოა ქართული ოცნების პრიორიტეტები თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. თქვენ ამბობთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სჭირდება კორექტირება, სჭირდება მიხედვა ხარისხზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა. საინტერესოა, აპირებთ თუ არა ბიუჯეტის საგრძნობლად გაზრდას, თუ გარკვეული ქმედებების საფუძველზე იმავე ბიუჯეტით გგონიათ, რომ მოხერხდება ჯანდაცვის სფეროს კორექტირება. ნახტომისებურის და აღარ მოხდება ნამდვილად ეს ამის საჭიროებაც არ არის, იმიტომ რომ სისტემა იმისათვის რომ ვთქვათ
გააკეთოს სწორედ დახარჯვა ფულის ბოლომდე დღეს მზად არ არის იმისად ორჯერ მეტი თანხა რო ჩავდოთ რეალურად ის ფული დაიკარგება შესაბამისად მოხდება ჯერ სისტემის სრულყოფა მათ შორის ხარჯ ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით არის მთელი რიგი მექანიზმების დაფინანსების რომელიც იქნება შემოტანილი მათ შორის ეგრეთ წოდებული დიაგნოზთა შეჭიდული დაფინანსების სისტემა გლობალური ბიუჯეტთან კომბინირებით რომელიც საშუალებას მოგცეს პროგნოზირებადი გავხადოთ გარკვეული ხარჯები ეს ერთი მხრივ მეორე მოხდება პირველად ჯანდაცვაზე რეორიენტაცია გარკვეული დანახარჯების და მესამე დღესაც არის უკვე დიფერენციაცია ხა ბატონობა ბრძანა 400 ლარი და უფრო მდიდარი ადამიანები მართალი ბრძანდებით მაგრამ ღარიბი დღეს არაფერს არ იხდის ხოლო იხდის ხოლო თქვათ შედარებით რომ შეძლებული ფენის წარმომადგენელი 30 ლარს 30% მაშინ როდესაც 100% არის დაფინანსებული ღარიბებისთვის ანუ ეს დიფერენციაცია გაგრძელდება გასაგებია. უპასუხებ თუ არა ოპონენტს, თუ დღესაც 100-ია, მაშინ თქვენ რატო გაქვთ პროგრამაში გამორჩეულად მითითებული, რომ არსებობს ადამიანები, რომლებსაც უფინანსდებათ 100% და ყველა სხვა დანარჩენი. რას თავაზობთ ყველა დანარჩენს? 100% იღებენ დაფინანსებას 2005 წლიდან და აქ ახალი არაფერი არ არის. ღარიბები ყოველთვის 100% ფინანსდებოდნენ საქართველოში. ამაზე ალბათ ბატონი კაკინი დამეთანხმება, მაგრამ რაც შეეხება იმ დანარჩენ დაფინანსებას, ჩვენ მეგვაჩნია, რომ ეს დანარჩენი დაფინანსება, ჩვენ საერთოდ თვლით რომ სახელმწიფო მინიმალურად უნდა ჩაერიოს ჯანდაცვის აი ისეთ სფეროებში როგორც არის დაავადების ფასწარმოქმნა, ავადმყოფობის განფასება და ასე შემდეგ და შემდეგ. იმიტომ რომ ეს მოდელი გასაგებია ცნობილი მოდელია ინგლისში ბევერიჯის მოდელია, მაგრამ ძალიან დიდ ბიუროკრატულ აპარატს მოითხოვს მისი მართვა. რასაც ბატონი კაკი ლაპარაკობს, მე მესმის და რაღაც რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ეს ცუდიც არ იყოს, მაგრამ ამას სჭირდება ადამიანური რესურსები, რომელიც ძალიან დიდ თანხებს მოიწევს და გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობა დღევანდელ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ამის ადამიანური რესურსები ყველა რაიონში, ყველა რეგიონში ის დონის წარმომადგენლები, რომელიც ამას ყველაფერს გააკონტროლებენ, არა გვაქვს და არის საჭირო. ჩვენ თვლით რომ არ არის საჭირო. ჩვენ თვლით რომ ისეთი მოთამაშე, როგორც არის სადაზღვევო დასრულდა თქვენი დრო. ძალიან დიდი მადლობა. ბიუროკრატიული აპარატი, საკმაოდ დიდი, რომელსაც ჭირდება ადამიანური რესურსის დიდი რაოდენობა. არის თუ არა ეს ჯანდაცვის სფეროს ყველაზე დიდი ხარვეზი? პრობლემა აქ ბატონო თქვა პრინციპული განსხვავებაა თქვა ამ შემთხვევაში ჩვენ პროგრამებს შორის ეს გახლავთ ის რომ თავისუფალი დემოკრატების იდეით როგორც მე მივხვდი კვლავ უნდა დააბრუნონ სადაზღვევო კომპანიები ამ სისტემაში რომლებიც იქნებიან ასე თქვა ადმინისტრატორები იმ თანხის რომელიც სახელმწიფო დახარჯავს იგივე საყოველთაო დაზღვევაში ჩვენი აზრით, ეს იყო 2012 წლამდე, მართალი გითხრათ, იმის შეფასება რამდენად კარგი იყო, ეს ცუდი იყო, ამბობდნენ რომ უკეთესი იყო, შეიძლება თქვათ ადმინისტრაციული კუთხით, მაგრამ მოდით ნახოთ, ჩვენ ველოსპედს არ ვიგონებთ მაგალითები. შვეიცარია ხარჯავს 14%, სადაც კერძო დაზღვევა არის ინტერმედიარები, გერმანია ხარჯავს 4%, რომელსაც სახელმწიფო სისტემა აქვს ადმინისტრაციულ დანახარჯს. თლიანად სისტემაში. ის რომ ეს ბიუროკრატი ჯიბეში არ წავა ის ფული და წავა თქვათ კერძო დაზღვევის მენეჯერის ჯიბეში ამას დიდი განსხვავება არ არის. ჩვენ 2% ხარჯავთ დღეს და ეს საკმაოდ დაბალი მონაცემია, თუმცა პრობლემა შეიძლება იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ იგივე ვერ აკონტროლებდი ბოლომდე ხარჯებს და ამაზე საუბრობდი სწორედ მონიტორინგის ამბავს. დასრულდა თქვენი დრო, აღარ ისმის თქვენი ხმა, თუ გსურთ უპასუხეთ, თუ არა და უნდა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ზუსტად მაგაზეა ლაპარაკი, რომ პრინციპულად ჩვენ სხვანაირად ხედავთ, ჩვენ მეგვაჩნია, კი ბატონო მე ვეთანხმები ბატონ კაკის, რომ ის რაც იყო 2005-დან 2010 წლამდე სადაზღვევო სისტემების შემოღებამ პლუსიც აჩვენა ქვეყანაში და მინუსიც. ეს მინუსი იყო ის, რომ უკონტროლოდ იყო სადაზღვევო კომპანიების მოქმედება, სახელმწიფო არ აკონტროლებდა თუ ვერ გეტყვით, აქ ბევრი ნიუანსებია, მაგრამ ამას გამოცდილება ბევრი გამოცდილება სოფლიოში არსებობს, როგორ შეიძლება ეს არ ნიშნავს ფას წარმოქმნაზე ზემოქმედებას, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ გაამკაცროს სადაზღვევო კომპანიებზე კონტროლი და ეს უკვე ისეთი სისტემა, რომელიც არ მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯს დაღწევა. დიდი მადლობა ისევ თქვენთან და გადმოვიდე შეკითხვით თქვენს პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის მედიკამენტების გაიაფება და მათი ხარისხის კონტროლი. საინტერესოა რა მექანიზმებით და რა ბერკეტებით აპირებთ ამ რეგულაციების განხორციელებას. კიდევ ვეთანხმები ბატონ კაკის, ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ ამაზე, რომ ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო იქ, სადაც გამოგონებულია. მსოფლიოში არსებობს დიდი რაოდენობა ქვეყნები, სადაც არის გამოცდილება, როგორ შეიძლება მედიკამენტების გაიაფებაზე კონტროლი. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ სახელმწიფოს ჩარევაზე და რაღაც
ფასს წარმოქმნაზე ან რაღაც ნორმების დაწესებაზე. ეს არაფერს კარგს შავი ბაზრის მეც არ მოიტანს. მოიტანს ცუდს შავ ბაზარს. ჩვენ თვლით, რომ არის ბერკეტები, ერთ-ერთი ეს არის ეგრეთ წოდებული ესენციალური არო ძირითადი პრეპარატების შესყიდვა სახელმწიფოს მიერ და მე ზუსტად იმ პირველად ჯანდაცვის ექიმების მიერ დარიგება პაციენტისთვის მოთხოვნის მიხედვით და ამის გამოცდილება ძალიან კარგად შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ უკვე 20 წელია თითქმის საქართველოში ვაქცინაციის პრინციპი მოქმედებს ზუსტად ესე. და ეს ერთი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ აიაფებს მედიკამენტებს და მეორე, როცა შემოდის სადაზღვევო კომპანია და მას პაციენტს აქვს უფლება, რომ მივიდეს სადაზღვევო კომპანიაში არჩევით, სადაზღვევო კომპანია ყოველთვის ცდილობს და დღეს კერძო დაზღვევაში ვინც ვართ, ყველამ ვიცით, რომ მედიკამენტების ფული დაგიბრუნოს. მე მაგალითად ვარ დაზღვეული და 70% მიბრუნებს სადაზღვევო კომპანია. მედიკამენტების ფულს. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ კაკი, თქვენც უნდა გკითხოთ მედიკამენტების ფასზე, მათ ხარისხზე, რამდენად რეალურ პრობლემად მიგაჩნიათ დღეს საქართველოში, იმიტომ რომ აი მაგალითად კურაციოს მიერ ჩატარებული ბარომეტრის მე-6 ტალღის მიხედვით მედიკამენტების ფასების კონტროლი ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა ჯანდაცვის სფეროში. ეთანხმებით თუ არა ბატონ კოკას მოსაზრებებს ვაქცინაციის პრინციპით სახელმწიფომ შეისყიდოს მედიკამენტების ძირითადი ნაწილი და შემდეგ უკვე გასცეს, ასე ვთქვათ, მოსახლეობაზე. იცით ეს ტექნიკური თემა არის ახლა. მთავარი მომენტი რაც მე მინდა გითხრათ, რომ ის ორი ძირითადი მმართველი რაც გაჟღერდა იგივე მინისტრის მიერ, ეს გახლავთ გამიჯვნა კერძო დაზღვეულების და სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით, ეს არის ერთი მმართველობა, ის რომ არ მოხდეს ხარჯვა შედარებით დიდ ადამიანებზე თანხის და მეორე ეს გახლავთ სწორედ მედიკამენტების სუბსიდირება ამბულატორიულის ისეთი ქრონიკული ავადმყოფობის დროს ისეთი ასეულ ათასობით ჩვენ თავმემამულესათვის, რომელიც დღეს იმყოფება სიღარიბეში იმის გამო, რომ მათ ჭირდებათ ასეულობით ლარის გადახდა მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებში, რომ იმკურნალონ ყოველდღიურად არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, სასროვანი დაავადებები. სწორედ ამ კატეგორიის ადამიანების, განსაკუთრებით პენსიონერები გახლავთ, სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის აუცილებლად და ეს არის დაგეგმილი, შემოღებული იქნება სუბსიდირება მედიკამენტების. ეს შეიძლება მოხდეს შესყიდვითაც და ეს შეიძლება მოხდეს უშუალოდ ეგრეთ წოდებული არსებობს ესეთ სუბსიდირების მეთოდი, ხა არ დავიწყებ დეტალურად ახსნას. დიდი მადლობა დასრულდა თქვენ დრო, აღარ გაქვთ საშუალება რომ ამ თემაზე ისაუბროთ. დაგვრჩა რეალურად 2.59 წამი თანაბრად უნდა გადავანაწილოთ. ბატონ კოკა, თეზისების სახით რომ ვუთხრათ ამ მრჩეველს, თქვენი ხელისუფლებას მოსვლის შემთხვევაში რა სარგებელს მიიღებს ჯანდაცვის სფეროში? კი ბატონო, როგორც თქვი, პირველადი ჯანდაცვა იქნება ბევრად უფრო ეფექტური, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობისთვის და პატარა ქალაქების მოსახლეობისთვის. მეორე, ჯანდაცვის დაფინანსება იქნება ადეკვატური და ზუსტად განაწილებული იმის დამიხედვით, თუ რა შემოსავალი აქვს ამათ თუ იმ ოჯახს. მესამე, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ და მოვახერხებთ მედიკამენტების ძირითადი ნაწილის გაიაფებას. ასევე ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია საექთნო განათლების ხელშეწყობა საქართველოში. დღეს გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა, 4 ექიმზე საშუალოდ 1 ექთანი მოდის და ეს ამ ექთნების ასაკი არის საკმაოდ მაღალი. გვაქვს სულ თუ არ ვწდები 3 საექთნო სასწავლებელი და 1 უმაღლესი სასწავლებელი ექთნების, რომელიც ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს. ჩვენ ამას აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას და ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარება, რომელიც ჩვენ მეგვაჩნია, ჩვენ გვაქვს ნოვაციური ახალი იდეები, როგორ შევიძლება ისე რომ ადგილზე არ დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გასაგებია თქვენი პრიორიტეტები მართალია ქართულ ოცნებას ამ ეტაპზე ასე გამოქვეყნებული ჯანდაცვის პროგრამა არ გააჩნია, მაგრამ თქვენც 1.59 წამში თუ ეტყვით ამ მრჩეველს რა სარგებელს ნახავს ჯანდაცვის სფეროში იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება ისევ ხელისუფლებაში მოვა? ხაზი უნდა გავუსვა, რომ კიდევ ერთხელ არსებობს კონცეფცია 2020 წლამდე ჯანდაცვის მთავრობისა, რომელიც დრამატულად არ შეიცვლება საარჩევნოდ, რადგანაც ეს კონცეფცია არის სწორი, გეგმაზომიერი და ამ კონცეფციის ჩამოყალიბება საკმაოდ ბევრმა ადამიანმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ეს არის ხარისხი, როგორც გითხარით, არა მარტო სამეცნიერო მომსახურების, არამედ მედიკამენტების მოწოდების, წარმოების და მათ შორის დისტრიბუციის. ეს გახლავთ წამლებზე ასევე ფასების შესაბამისად რეგულირება, ოღონდ ცოტა სხვა მეთოდებით, რასაც ბატონი გოგო ბრძანებდა, მათ შორის სასიცოცხლოდ აუცილებელ, თქვათ 300-400 მედიკამენტი შეიძლება პირდაპირ რეგულირებაც ვილაპარაკოთ, ნახოთ. ეს გახლავთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და უმნიშვნელოვანესი, რომელიც მე ძალიან კარგად ჟდება, მთლიანად ერთ
ასე თქვა ორიენტირში, რაც ქართულ ოცნებას დღეს აქვს, ეს არის განათლების რეფორმა და ამ განათლების რეფორმის ნაწილი იქნება უწყვეტი განათლების რეფორმა სამედიცინო პერსონალისათვის, როგორც ექიმების, ისე ექნებისათვის და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტებზე პარტიების წარმომადგენლები 59 წამში საუბრობენ ჩვენ კითხვა და